მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი სავარჯიშო კომპლექსი იქნება ძალიან სასიამოვნო და განსხვავებული, იმიტომ რომ გვექნება საღამოს შესასრულებელი, გაწეულები, სხეულის მოდუნება, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ იქნება მისწრება. ისეც რთულს არაფერს არ შევასრულებთ, მაგრამ ცოტა განსხვავებული მოძრაობები იქნება და თუ შემაღლება, თუ შეატყობთ რომ თქვენთვის ცოტა ისეთი თქვენი მოქნილობა ვერ ეწევა მოძრაობებს, მაშინ გამოიყენეთ ესეთი სავარჯიშო კუბი და ვეცდები რომ მომენტებში ადაპტირებული ვარჯიშები შემაგთავაზოთ ხოლმე მოძრაობები უბრალოდ რომელიც შესრულდება კუბით. დავიწყოთ და სანამ დავიწყებთ, გთხოვთ არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, იმიტომ რომ ეს მეც დამეხმარება და თქვენს დაგეხმარებათ რომ უფრო მეტი საინტერესო ვარჯიში რჩევა და ასე შემდეგ აღმოაჩინოთ აქ. მოკლედ პირველი მოძრაობისთვის დგებით აი ასე, ამოვზნიქოთ წელი, ჩავაგდოთ. რთული არაფერი არ არის ამაში, 1, 2, 3, ამ დროს ჩასუნთქვა, ამ დროს ამოსუნთქვა. 5, 6, 7 და 8. გავჩერდეთ ნეიტრალურ პოზიციაში გავაჩეროთ წელი, ოდნავ წინ წავიღოთ ხელები, აი ესე. შევიტანოთ ფეხი. ნახეთ, აი ესე. ჩერდებით რამდენიმე წამი. მოვადუნოთ ფეხი, წამოვწიოთ ზემოთ, აი ამ დროს მათ ვინც ნაკლებად მოქნილები ხართ, შესაძლოა დაგჭირდეთ კუბი და ახლავე გაჩვენებთ როგორ შეიძლება ეს კუბი გამოიყენოთ. ვიღებთ კუბს და თუ ხვდებით რომ ასეთ მდგომარეობაში ძალიან გიჭირთ გაჩერება, იდებთ ასე შემაღლებასავით, ან შეიძლება თქვათ დაახვიოთ პირსახოცი, თუ უფრო მეტი სირბილე გსურთ რომ გქონდეთ პირსახოცი, ბალიში ან რაიმე მსგავსი და ამოიდოთ აი აქ როგორ გითხრათ, ბარძაყის წინა კუნთსა და აი ბუქვენის ძვალს შორის. აი ესე. და ნახეთ, აქედან როგორ ვარჯიშს ვასრულებთ, ფეხის წვერი, უკან გაშლილი ფეხის წვერი მოთავსებულია იატაკზე, ბრუნდებით და გადავდივართ ფეხისკენ. ისევ შემოვდივართ წინ. ბრუნდებით და გადავდივართ გაშლილი ფეხისკენ. 1, 2, 3, 4. გაიწელეთ მაქსიმალურად 5, 6, 7, 8. დავრჩეთ ასე 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ნახეთ, ხელს ტოვებთ იატაკზე, შემოვატაროთ მეორე ფეხი, მოვიტანოთ, შემოვხვიოთ ფეხს, რომელიც ესე სამკუთხედად იყო დარჩენილი წინ. ისევ გავიტანოთ, გადავიდეთ, შემოვიტანოთ კუნთის ძალით, აი ეს. 1, 2, 3, 4. 5, 6, 7 და 8. ხეთ, აი ესე ვრჩებით. ანუ ფეხი, რომელიც მარჯვენა ფეხი იყურება, ფეხის წვერი იყურება უკან, მარცხენა ფეხი რჩება წინ. და ესე ამოვიტანოთ მენჯი ზემოთ. ვეყრდნობით უკანა ხელებს, ზურგი არ არის ჩავარდნილი. 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ფრთხილად გავათავისუფლოთ ფეხი
ამოვიდეთ 1 სანამ მეორე მხარეს გადავალთ 3 4 5 6 7 და 8 აქედან მეორე მხარეს ზუსტად იგივე ჩერდებით აი ესე 1 2 3 4 5 6 7 და 8 ამოვიტანოთ ზემოთ ფეხი 2 3 4 5 6 ზურგისწორად სუნთქავთ 8 ფეხი სწვერი შემოbrუნდეთ გადავიხაროთ დავბრუნდეთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 გავჩერდეთ ასე 1 2 3 4 5 6 7 8 წამოვიღოთ ფეხი შემოვატაროთ გავათავისუფლოთ გადავიდეთ მეორე მხარეს 1 2 3 4 5 6 7 და 8 აქედან შემოbrუნდეთ ეს ფეხი დავტოვოთ უკან და აი ესეთ მდგომარეობაში მენჩი ზემოთ ქვემოთ 1 2 არ ხართ აი ეს ჩავარდნილები გადაშლილი გაქვთ კერდი იყურება ზემოთ 4 5 პრესი მოკეცილი მაქსიმალურად 6 7 და 8 გავათავისუფლოთ ფეხი შემოვხვიოთ გავიდეთ უკან ამოვიდეთ გავიდეთ ამოვიდეთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 გავიდეთ ნელა ქვემოთ მივაყოლოთ ფეხებიც და აი ესე მოვკეცოთ ორივე ოდნავ პატარა პულსებით ვაწვევით 3 4 5 6 7 და 8 ერთი ფეხი გავიტანოთ წინ მეორე მოვკეცოთ გავაჩეროთ რამდენიმე წამი ესე მოკეცილი 1 2 3 და 4 ახლა გაშლილი ფეხი აი ესე პატარა პულსებით 1 2 3 4 5 6 7 და 8 დავდოთ ისე მოვათავსოთ იატაკზე აქედან შემოვაბრუნოთ უფრო ფეხი ფეხის წვერი იყურება ზემოთ აი ესე 1 2 3 4 ამოვიტანოთ ზემოთ მუხლი აი ესე მოვათავსოთ ჩავიტანოთ მუხლი ქვემოთ აღარ არ არის აუცილებელი რომ შეეხოს იატაკს ოდნავ 4 აკონტროლეთ ტრიალი როტაცია ზურგის არეში 6 7 და 8 გავათავისუფლოთ ფეხი ამოვიტანოთ მეორე ვაწვევით ესე ოდნავ 4 5
6 7 და 8 გავაჩეროთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 აი ესე შემოვაბრუნოთ ასე რომ მუხლი იყურებოდეს კედლისკენ ამოვიტანოთ ზემოთ ფეხის წვერი ზეცაში იყურება ან ჭერისკენ არ არის აუცილებელი ზეცა იყოს 7 8 ამოვიტანოთ მუხლი მოვათავსოთ და გადაგვაქვს გვერდზე 1 2 თუ ძალიან გივარდებათ ფეხი საპირისპირო ხელი მოათავსეთ საყრდენად იატაკზე და მოეჭიდეთ რომ აქ რაღაცა წელი სუდად არ გაიქნიათ 6 7 და ესეც 8 ამოვიტანოთ ორივე მუხლი ვაწვევით მსუბუქად 2 3 4 5 6 7 და 8 გავაჩეროთ წავიღოთ ფეხის წვერები იატაკისკენ და ნელ-ნელა მივაყოლოთ სხეული ამოვიდეთ ზემოთ ხელები უკან სრულ შემთხვევაში იყურებოდეს უკან თითები თუ უფრო გირჩევნიათ აი ასე თქვენკენ ჩემთვის უფრო კომფორტულია უკან რომ იყურებოდეს მოვათავსოთ მუხლი აი ასე და პატარა პულსებით ასე გადავშალოთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 გავაცუროთ ფეხი საპირისპირო ხელი აი ესე დავინიშნოთ სტატიკურ პოზიციაში გავჩერდეთ რამდენიმე წამი გავათავისუფლოთ დავფერთხოთ მეორე მხარეს ძალიან არა იქნიოთ იმიტომ რომ შეიძლება მუხლში რაღაცა კაცუნი გაიგონოთ და მაინც სასიამოვნო არ არის ძალიან მსუბუქად აი ესე ვაწვევით გააჩერეთ ჩაიტანეთ ქვემოთ შემოატარეთ და საპირისპირო ხელით აი ესე დაასტაბილურეთ მუხლი 2 3 4 5 6 7 და 8 ჯერ აუშვათ ხელი შემდეგ გავასრიალოთ ფეხი წამოვჭდეთ აი ესე განზე გავშალოთ არ არის აუცილებელი რომ შპაგატში ჩაჯდეთ სადამდეც აი მსუბუქად გაგიშვებთ ფეხები აი ესე დარჩით და ნახეთ ცოტა წინ წავიღოთ ხელი აი ესე აი არ ვიხრებით ხო იქამდე წაიღეთ ხელები წინ სადამდე ზურგი დაგჩებათ სწორ გასწორებულ მდგომარეობაში აი ესე სტატიკურად ჩერდებით 1 2 3 4 5 6 7 და 8 წავიდეთ მარჯვენა ფეხისკენ და ოდნავ სულოდნავ შეიძლება შემოგიბრუნდეთ ფეხი დააბრუნეთ ისე მუხლი რომ ზემოთ იყურებოდეს ისეთ მდგომარეობაში აქაც ჩადით იქამდე სადამდე ზურგი დაგჩებათ სწორად 2 3 4 5 6 7 და 8 შეუბრუნდეთ მარცხენა მხარეს 2 კიდევ თუ მუხლი ჩაგივათ ქვემოთ გაასწორეთ 5 6 7 და 8 დაუბრუნდეთ შუაში ამოვიტანოთ ფეხები პეპელასავით ხელები დავიჭიროთ უკან მუხლი გადავშალოთ მუხლი გადავშალოთ 1 2 3 4 5 6
7 8 ამოვიდეთ ზემოთ და პეპელა 2 3 4 5 6 7 და 8 შემოვხვიოთ ხელები მუხლებს და ჩემთვის ძალიან საყვარელი მოძრაობით დავასრულოთ ესე შემოვატაროთ მკერდი თლიანად ფეხებს მოხრილ მდგომარეობაში როცა უკან გავდივართ როცა წინ მოვდივართ ესე წინ გადმოხრილ მდგომარეობაში თავს უნდგავთ ვანაცვლებთ ერთი სრული ბრუნი ერთ მხარეს მეორე სრული ბრუნი მეორე მხარეს და გავსწორდით ამით დღევანდელი ჩვენი სავარჯიშო კომპლექსი დასრულებულია ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ისი ამოვნეთ მოდუნდით და უკან მოიტოვეთ დამხლელი სამუშაო დღე აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და მე თან დაგელოდებით კომენტარებში უკავშირისთვის ეს ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოკლედ აბა დროებით შემდეგ სავარჯიშო კომპლექსამდე